ხვალიდან 1 იანვრიდან მიკროავტობუსებით შორ მანძილზე მგზავრთა გადაყვანა აიკრძალება. რეგლამენტში შესული ცვლილებებით 150 კილომეტრზე მეტი მანძილით დაშორებულ დასახლებებს შორის მგზავრების გადაყვანას არანაკლებ 35 დასაჯდომი ადგილის მქონე ავტობუსები შეძლებენ. ბათუმის მერია უფასო სასადილოში ერთი ადამიანის კვებაზე 1 ლარსა და 57 თეთრს ხარჯავს. ადგილობრივი გამოცემა ბათუმელების ინფორმაციით სოციალური მომსახურების სააგენტომ უფასო სასადილოების დაფინანსება სრულად ვერ აითვისა და 610,000 ლარი მორჩა. მერიაში ამტკიცებენ, რომ ერთი ბენეფიციარის კვებისთვის დღეში 3 ლარი და 60 თეთრია გათვალისწინებული, თუმცა დოკუმენტების მიხედვით ხარჯი ერთ ადამიანზე 2 ლარზე ნაკლებია. გერმანიაში გელზენკირხენში ბანკიდან 30 მილიონი ევრო ოქრო და სხვა ძვირფასეულობა მოიპარეს. Deutsche Welle-ს ცნობით ქურდემა ბანკის სეიფსა და ავტოსადგომს შორის კედელი გაბურღეს, შენობაში შეიჭრნენ და 3,000-ზე მეტი სეიფი გახსნეს. დაზარალებულია ბანკის 3,000-მდე მომხმარებელი, თავად ბანკმა კი 50-დან 90 მილიონამდე ევრო იზარალა. გასული ღამის განმავლობაში დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს ოლქებში და ანექსირებულ ყირიმში რუსების 10 სამხედრო ობიექტი დაიბომბა. ინფორმაციას უკრაინის უპილოტო ძალების მეთაური ავრცელებს. უკრაინული დრონების სამიზნეებში აღმოჩნდა საზღვაო ბაზა და სარადარო სისტემა ყირიმში. რუსეთის არმიის განლაგების წერტილები დონეცკში, ელექტროქვესადგურები ზაპოროჟიეს ოლქში.